მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. დღეს იუმორი და სტუმარი გახლავთ ქუთაისური იუმორი. გამორჩეული, ფერადოვანი, ყველასაგან განსხვავებული, საოცრად מחვილგონივრული, კეთილგანწყობილი, ერთ სიტყვით ქუთაისური ის, რომელიც არც ერთ სხვა იუმორთან არ აგერება და არ შეგეშლებათ. ახლა უპრიანი იქნება, რომ ეს ჩვენი პირველი საუბარი ქუთაისური იუმორის თაობაზე დავიწყოთ იუმორინას მსახიობთან, წარმოშობით ქუთაისელთან, ბატონ მერაბ გეგეშკორთან. მერაბ გეგეშკორის სტუდიაში. მოგზავნი ჩემო, ვიდრე ჩვენი სტუმრები შემოგვიერთდებოდნენ ჩვენი ტრადიციის თანახმად, ასე ვთქვათ, მოთელვა იუმორისტული, იუმორი და მსახიობობა უნდა გააკეთოს, მით უფრო რომ ქუთაისელი ბრძანდები და თუ რამე ისწავლე იუმორში, მე რამდენადაც ვიცი, იქ აგა ყველაფერი ასწავლე. როგორც ცნობილმა იუმორისტმა, ჩვენმა მეგობარმა, ბატონმა ბიძინა მახარაძემ განაცხადა, ქუთაისი იუმორის ნაკრძალია, ბატონო. შეხვალ ამ ნაკრძალში და რამდენსაც გიდა იმდეს მოინადირებ იუმორსო. აი ამ იუმორის ქალაქში ვარ დაბადებული შვაგულ ცენტრში რო იტყვიან ზასტავაზე. ამასილად გახდით ქუთაისში ბატონო ჯემა და ტაქსი გავაჩერე. დაგერ ფეხებთან კი არ გამიჩერა. საცხეგერ 1 კილომეტრში გააჩერა. და უკან არ დახია. ჩუ მივედი ახლა რა იყო მოვთხრა ზადიში ვერ აგდებ თუ ეიცა ზამა პახოტკაზე გაგვირდები რამდენის გადამხტელი ხარო. პახოტკაზე აუ მერაბია წელს იმდენი სიცხეები დაიჭირა ბიჭო ქუთაისშიო ქართულ ოცნებას გადაასრო 41-ს გადაცდაო. აი ყველაფერს შეხებიან ქუთაისლები თავისი იუმორით და მაგალითად ერთ-ერთ პრობლემას. ბიჭო დენი ისე გაძვრეს ღამე ოთახში ქუჩის განათებით დავდივარო. მე ამასინად ბატონო ჯემა კალონკაზე შევედით და ქუთაისში სტეკლოტარასთან ცნობილი კალონკაა და შევედით ახლა და ეს ეუბნება რომ 20 სიმანეთის ჩამისხი ბატონო და თან წოუგი და სიგარეტს. ება გახედე და ბიზია ჩააქრე მასიგარეტე თუ ბუთქა და აღწია ზევით 40-მდე არ ჩამოვარდებით გოით რო იწოს. ეხლა ქუთაისლების ტაქსის ძღოლების ისტორია გრძელდება და ერთი ტაქსისტი ეუბნება მეორეს. გეიგე ბიჭო თბილისში რა ხდებაო? თურმე გზებზე იმფერი ორბუები გაჩენილაო, ზღოლებსო, ახალი ხალხური სიმღერა დაუწერიათ. და თუ იცი რა ქვიო? ჩარტყმულო. ჩემაც მაგაცმა მოიყვანა ცოლი. ბატონო ჯემა და არ ვიყავი ქუთაისში და დაურეკე ახლა და რა ხდება მეუთხარი აბა ბიჭო ჩემო ცოლი დაიყვანა ჩემაც მაგაცმა ხო იცი ესაო და რა არის იციო აი ოჯახი შეხვდა მერაბია მართლა გახარებულები ვართ და ყველაფერი მაგრამ სიმაური ყავს, იმფერი კოჭლიო, ხელი ჩამორდმევს და ორჯერ ავაცილე ხელი. აი ესეთი სარტულები. აი ახლა კი შემო მე დადგა ალბათ რომ სტუდიაში ჩვენი გადაცემის სტუმარს მოუხმოთ, სტუმარი კი გახლავთ თეატრის, კინოს და ტელევიზიის პოპულარული მსახიობი, წარმოშობით ქუთაისელი ბატონი ზურა ნიჟარაძე. მოგზავნი ჩემო ზურა მოგზავნი. ეთილი მოსელი მომზადება. აბრანდი დიდი მადლობა ბატონ ჯემა ამ საოცარი გადაცემისთვის და რა ვიცი მე მსახიობი კაცი ვარ და თეატრზე მოგიყვებით რა ვიცი ბევრი რაღაცა მოყვებით მაგრამ ნუ თეატრზე მოვყვებით თეატრი დავიწყებ უფრო სწორედ ქუთაისის თეატრს მაშინ ბატონი გოგი ქავთარაძე ხელმძღვანელობდა ვენაცვალე ჩემი გამზდელი და ქუთაისის თეატრში ხდება ეგეთი გენიალური მომენტი ბატონ გოგის ყავს სტუმრები ანუ ესე იგი ეს არის კომუნისტური წყობა მაშინ და ყავს სტუმრები ცენზურა უნდა განიხილებოდეს იქ რა ხდება როგორ არის მომავალი სეზონი როგორ უნდა დაიწყოს ერთი ამბავი ყველაფერი და ზაფხულის პერიოდია რა და ქვემოთ ქუთაისში ვინც არის ნამყოფი ამ ბაღში იმის ბაღში რა ქვია თეატრის ბაღში ეს გენიოსი არტისტები არიან რა ბაყუჩია მერაბა ჩიქოვანი ეს ხალხი ვენაცვალე აცხონოს ღმერთმა ყველას და შემოვიდა ერთი კაცი ესენი ისვენებენ აქ და ახლა რაღაცა მაიმუნობის ხასიათზე არიან რა. რაღაცა ხე ისეთი ხო ის ქუთაისური იუმორი როგორ არის? ასე არიან და ვიღაცა კაცი შემოვიდა სიცხე არის სადღაც 35 გრადუსი ამ კაცს აცვია პერანგი ამის შემდეგ აცვია ჟილეტი შემდეგ პიჯაკი და ტყავის პალტო. და ჩემოდნით მოდის ასეთი კოდი ახორავს და შემოდის.
გამარჯობათ. ამათმა გაგიმარჯვე, ვიღაცა მოვიდა ჩეკისტია რა, ამათვის ახლა რა. გამარჯობათ. გაგიმარჯვეთ ბატონო. ბატონი გოგი აქ არის? და მერაბაჩიკოვანს თურმე რაღაცა არსებობს ინტუიცია და ყნოსვა, რაღაცა იგრძნო, ვერ არის კარგად საქმე. რაღაცა იგრძნო და მე გაგყვებითო ბატონო ჩემო, აქ არისო და დიდი არისო ქუთაისის თეატრი და ვერ მიაგნებთო ასე და მე გამოგყვებითო. და გაყვახა მერაბაჩიკოვანი თურმე და მიდიან გზაში. მერაბა მოგზალებულად მიყვება ამ კაცს და ბატონო ჩემო, რამ შეგაწუხათო? როგორ ამ შემაწუხაო კაცო? სახიობობა მინდაო. ოჰო ამის თქმა იქნებოდა ხა მერაბას. ამის თქმა იქნებოდა. რა კაი პროფესია გაგირჩევიათო ბატონო. ასე რო დაგაკვირ, ეს არის თქვენი პროფესია. ეს ვარიანტი მალაძე. ხო და მაგრამ ახლა გოგისთან კი შეხვალთო და ეტყვით ყველაფერს, მაგრამ რა უნდა ანახოთო? ეწიუდები მაგ კაცო მომზადებულია. სასაულ ცხოველებს ვაკეთებ სასაულად. მამალი, ზაღლი, რაც გინდა ყველაფერს. ხო და აი საოცრად კაი კაციაო, გოგიო. ოღონდ ბევრი საუბარი არ უყვარსო მაგასო. მოკიბული არ ყო, როგორც შეხვალო პირდაპირ დაიწყე ეგ საქმე, რომ. და არ უნდა მეტი არაფერიო, მე ბოდიშ გიხდი ახლა ბოლომდე ვერ შემოყვებიო. იმიტომ რომ რაღაცა და ესე მიგაცილებო, აი ეგ არისო და შებძანითო ბატონო და დაიწყდა. არ უნდა მეტი ახსნა გამარტება მაგას არაფერი. შევიდა ეს კაცი. არც დააკაკუნა არაფერი, ჩამოწი ასე. გააღო, გარო, დადგა ეს ჩემოდანი. დადგა ჩემოდანი და ხალხი ზის გოგის. ხალხი უზის ეს ცენზურა მთელი და გოგი ასე რაღაცა საუბრობენ და მოდის ეს კაცი, ესენი იყურებენ, ვინები არიან, რა უნდა ამას და შეხტა ამ მაგიდაზე და გოგისთან მივიდა ასე. აქ რომ მოვიდეს, მოვიდეს. რა გიჩვენებს? მირთოდა. ამ ხალხს თავადაც არის კაცო, ამ ხალხს გონია დადგმული თუ არა, რაღაცა შოუ თუ გააკეთა გოგი. თუ რაღაცა მოიფიქრა და დავრეკა და მერაბაჩიკოვანი შენი გაჩალიჩებული იქნება. ასე ერთობიან შესვენები და ჩეუბათო ვახვილგონიურულად. ქუთაისი მაინც კოლორიტების ქალაქია, ხო და ფანტასტიკური იუმორი შემორჩა ამ კოლორიტების, არა მარტო ქუთაისის მასშტაბით, მთელ საქართველოში რო ყვებიან ხოლმე მათ ისტორიებს. აი ბატონო, ჯემალ ახლა გამახსენდა, რო ყვებოდა ჩვენი ზურა თეატრზე, იყო ასეთი კაცი ქუთაისის კოლორიტის სახე სულხან მამისეიშვილი, რომელიც მესხიშვილის თეატრში იყო სხვათა შორის ცოტა ხან მსახიობი და ცნობილი თამატა და პურმანის, რა ვიცი, პირველი გამწყობი და დამხვედრი და მასპინძელი და ყველაფერი და არა მარტო ქუთაისში იპატიჟებოდა ეს სულხანია, არამედ რაიონებში, სოფლებში და ახლა ყველა სოფლის სახელი არ იცოდა. და იმერეთში არის ერთი სოფელი, 1 მაისი ქვია სახელი. ხო, სოფელი. და მიდის ახლა სუხია ახალი 0-ზე მიყავს გამოყვანილი და მიდის და გზაზე ლამაზი ქალი დაინახა და შეანელა და ამ ქალბატონს ხელი დაუქნია. და გისმენთ ქალბატონო, ბოდიშიო უკაცრავათო 1 მაისამდე თუ წამიყვანთ. ქალბატონო, სახლიდან თუ გამოგიშვებენ, ახალ წლამდე გატარებ თუ გიძებთ. ამ სუხიას უბედური ენის პატრონი იყო და გაჭირება იყო თუ დალხინება იყო, ყველაფერს თავისებურად აღიქვამდა. ეხლა მოგეხსენებათ ჯვარიაქაურობას და მიცვალებულის დატირება ყველგან იციან საქართველოში, მაგრამ ქუთაისში განსაკუთრებით. არა მარტო დატირება. ქუთაისზე კაცო დაბარება იციან, აბარებენ წინათ ვინც მეუბნა იმასთან აბარებენ რაღაცა. ეს დამბარებელი ქალი ცალკეა. და მე ვიდა ახლა ეს ქალი ამის დროა ახლა გამოსვენების დროს და ჟორაიას გადეცი სახლი გადავხურე და წყალი აღარ ჩამოდისო გუგურიას გადეცი ბაღარა მეწყო და გახარებული ვარ თქო ნოლერიას გადეცი წოლს კაი მოსავალი იყო და ღვინო გავაპიპინე შენი ჭური ასევო ასე დაუსრულებლად ლაპარაკობს ეს ქალი სუხიამ გახედა ჭირის უბას და ბიჭო მამაშეს იმდენი რამე დააბარეს და იმდენი აქვს სასერულო ერთი წყლით უფლი არ ეყოფა 3 უნდა ჩავაღოლოთ მაგას ახლა კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი თქვენთვის კარგად დაცნობი ადამიანი ფიქრობ ბევრი იცნობას თავის გამორჩეული და შესანიშნავი იუმორის წყალობით იგი წყალტუბოდან ჩამობრძანდა და შემოვადო რომ ეს გახლავთ ბატონი სევერიან გორდულაძე მოგზადით ბატონი სევერიან მოგზადით
დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და ჩამოვდანით. მე რამე როგორც მასპინძელი აქეთ გადმოიწევს. გამარჯობა ყველას მოგესალმებით. მე გავაგზელებ მერაბის ისტორიას ახლა სულხანიზე საუბრობდა. კი, თქვენი მეგობარი იყო. ძმაზე დიახ და სულხანი არა მარტო ქუთაის ზოგადად თქვა კიდევაც მერაბი საქართველოს ერთი საყვარელი კაცი იყო და ერთი ისტორია არის ახალგაზრდა, გპ-ში სწავლობდა თბილი ქუთაისში და ქუთაის გპ არის აღორიაზე მოგეხსენებოდა და წინ ჩერდებოდა ტროლეიბუსები, მაშინ კომუნისტების ტროლეიბუსები აბრუნებდა. მოკლედ პირველ კურსია სულხანი და ბიჭები რო დახვდნენ მისი მეგობრები, რა ხდება, როგორ არისო და ერთი პროფესორი ყავს გაგვიშრო სისხლიო. გაგვიშრო კაცმა სისხლიო და ეგება რამე მეიფიქრო. დამანახეთო ვინაო სახეზე მაჩვენეთ, მაგრამ აჩვენეს ეს აჩვენე. ერთ ჩვენიერ დღეს ეს პროფესორი ცილინდრით, გალსტუკი, კოსტუმი, დავის დიპლომატით. ტროლეიბუსის გაჩერებაზე დგას ახლა. აქ არის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მშობლები, რა ძალიან ბევრი ხალხი და მივიდა სულხანი ჩამოწია ეს ბაწრები ტროლეიბუსის და დამიგավ ერთი ბატონო უთხრა მანტიროკასმებიდან თავი რო უბდო. და ამ კაცმა პატიოსნად გამოართვა დიპლომატი ამერიკა იღლია შეს. ასე და ბაწრები უკავია. და გადმოდის ტროლეიბუსის მძღოლი. გადმოდის ახლა და გაწამებული ესაწყალე ეგაც რო მოდის და ხმამაღლა ამბობს რომ ახლა ამასო რო კითხავი პროფესორი იქნებაო. კი ბატონო პროფესორი ვარ. მე მეტი გასართობი ქუთაისში ვერ ნახე, შემდეგ ეცა. ამის და ისტორიები ჩება და მე მთელ საქართველოში ახლა გავწევ. და ადგეს ნათელი და ეხლა შემოდგომა ნადირობის სეზონია და ამასინ ერთმა ჩემ მეგობარზე მითხრე რომ კაცი არის რა, ბევრი წლებია და ან დიდი ხანი რომ ნადირობს და ახლა მოგესწენებათ მონადირე და ფანტაზია საზღვარი არა აქვს. და თოფი გაგიდაო და შეკითხეთ რატო გაგიდაო და შემხვდა ახლა რატო გაგიდე თქვა და გავიგეს მეთქე თოფი გავყიდო რატო სეო მითხრა რა გზნობა ყოფილა ფრინველებში რა გზნობა ყოფილა რა არის თქვა და მოკლედ იხსე ვიყავიო და ამიფრინდა ორი იხვიო წინო და ასე მიზანში რა მე ორი ერთი წინ მიფრინავს მეორე უკანაო ალბათო ქმარი იყო იგი ცოლი იყო ალბათ წინაო იგი ქმარი იყო ეუკანა შემობრუნდაო ასეო ფრთებითო მე მესროლები დავდები თოფი და დილას გავკიდე რა გზნობა ყოფილა მოკლედ ერთი ახლა ბოლო ამბავია ამ ზაფხულში ვიყავი ფოთში დეიდამ ყავს და კაი ხალხი ჰოთელები დიდი ხანი არ ყოფილა სტუმრად ჩავედი ფოთში მოკლედ ფოთიდან დავდიოდით ქობულეთში დიოდა იქ ჰეიფები მთელი ამბები როგორც ხდება ახლა როგორც ვისვენებთ ქობულეთთან მოდივარ ერთ საღამოს ჩემი ოჯახის წევრები ჩემი სიძე მისი მეუღლე ესე იგი წყალწმინდა აი გრიგოლეთის მონაკვეთში სუფსის ის რო არის ტერმინალი ახლა მე საკმაოდ კარგათავა რა ბახუსის ქვეშ და ამ გრიგოლეთის მხრიდან მგელმა გადმოგვირბინა წინ საღამო ასე ცხრის ახევარი ახლა მგელს რა უნდა ზღვაზე ხო ახლა და მეც როგორც კეთილს ინდისიერმა მოქალაქემ დაიქცა მე ვთქვი ქვეყანა ევგე ტელეფონი ვეკავა სტორმეთში გამარჯობათ გაგიმარჯოთ რა ხდება მგელმა გადმომირბინა მე ვთხარი ხალბატონო სადახართო და ამ მონაკვეთში მოძრაობ მე ვთხარ და ასე მგელმა წითელმა მგელმა რა ქვიათო ვთხარი სევერიანი კი ბატონო ტელეფონი ჩემია ყველაფერი არ გათიყავი მადლობა დამშვიდობეთ ერთმანეთს და გადის 5 წუთი ამ ამბიდან და რეკავს ვიღაცა ხალი თქვენ გამოიძახეთ სასწრაფო არა ხალბატონო გეშინო მგელმა ხო გადმოგირბინა შენო და კი გადმომირბინა მე ვთხარ უნდა გნახოთო ხან მე რატო უნდა ვნახო მე მგელმა გადმომირბინა და მეიქცა მგელი რაც მე არც უკმენია ამ გელს არა უნდა გნახო თონქან არა მე ვთხარი შენ შემოგევლე ძალიან კარგათავარ არ ჩემშინები არაფერი კარგათავარ არ არსებობს უნდა გნახო არა მე ვთხარი ვერ ვნახავ მოძრაობ შენ შემოგევლე ნუ მოკლედ აქ ხალი რაღაც იქნა დავამთავრეთ ახლა და არა მე ვთხარი გამანებით არ მინდა სასწრაფო რა ამ ამბიდან ტელეფონის გათიშვიდან 5 წუთში პოლიციიდან გირეკავთო მე გისმენთ სევერიანებზე კი ბატონო
გელმა თქვენ გადმოგირბინოთ. გადმომირბინოთ ბატონო, მე ვუთხარი, გადმომირბინოთ. უნდა გნახოთ თუ ეგაც. ხალხო თქვენ გელს ეძებთ თუ მე მეძებთ, მე ვუთხარი, მე რატომ ეძებთ? იმ გელმა არ შეჭამოთ, ვინმე მოძი. არა, უნდა გნახოთ. ყველა ვარიანტში უნდა გნახოთ. ვერ ვნახავთ დღეს მე ვუთხარი, ამნაირად ახლა იქეთ მივდივარ ოჯახით რაღაცა და ნუ მოკლედ მივედი. ახლა და მაშინო ხვალ უნდა გნახოთ. აი ხვალ ვნახოთ, მე ვუთხარი. დილას მირეკავს ვიღაცა, ახლა მე განყოფილების უფროსი ვარო. სევერიანებს ძანდებთ, გელმა ხო გადმოგირბინა. მოკლედ უნდა მოხვიდეო განყოფილებაშიო, დავთქვით 2 საათზე კი ბატონო მოვალ. მივედით ახლა ჩემი სიძე მახლია და მივედით ახლა განყოფილებაში და ასე ახალგაზრდა ბიჭის და ვიღაც გოგო. პოლიციელები. გამარჯვებათ, რაშია საქმე? დაბარებული ვარ ბატონო. თქვენ გელმა რო გადმოგირბინათ ის ხომ არ დაბარებს. კი მე ვთქვი მე ვარ გელმა რო გადმოგირბინა იგი ვარ ისაშა. დაგველოდეთ ვაგერო ცოტა ხანშიო თათბირიაო აქ ვაგერ ახლა და სამართლოს უფროსი ატარებსო და გამჩეთ 1:15 და მე ვთქვი თუ ძალიან დააგვიანდება წავალ და სხვა დროის რა ვაგეკადრება მითხრა შედის ახლა მოთახში და გამოდის უფროსი ეს ჩემი მეგობარი აი ბიჭი ქუთაისელი და რა გინდა ხო მეკითხა ასე რატო ხარ აქ დაბარებული ყავთ ჯუნგელ შეზე ხარ გადმოურბენიო კი მე ვთქვი მე გადმოგირბინა მამგელმა ხო და ხო მაშინო მიდითო ახლა ბოუშვით ეგაციო ჩამოართვითო იქ ჩვენება და ახლა ამ გელმა იმდენად რა ჯანდაბა ვთქვი მე ვთქვი ან არ იყო ალბათ მგელი თუ მგელი იყო შეიღა მთელი საქართველოს და კიდე მე ვთქვი პრობლემებს დამიმატებს ახლა მგელი და ვინც ავსებს ეს პოლიციელი მეუბნები რომ ბატონო მე ვთხარი ხმადაბლებო მე ვიყავი მთვრალი არ იყო მე მგონი მგელი მაგით მე მგონი იყო ძაღლი ხო ახლა რას ლაპარაკობ მითხრა იმ მაგი მგელი იყო ზმო 5 დღის უკან მეც გადმომირბინაო მოგელმა ბატონო ხო და კარგად იყავით რომ მოაწერე ვაგე ხელო და დიდი მადლობაო ჩამომართე ხელი როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე რო დარეკე ჩვენთან და იმედი გვაქვს თუ კი რაიმე იქნება დაგვირება აწი ბატონო მე ვუთხარი რო შემოგხვდეს მგლები თუ დაგირეკავენ თუ არა მე თქვენ არ დაგირეკავთ არ არსებობს ვარიანტი ხელი თუ დარეკავთ ბატონო აი ეს მის ისტორია ეხლა დროა ბანდილოსაც მოუხმოთ კაც ქუთაის მით უმეტეს რომ ეს გახლავთ შესანიშნავი ქუთაისელი მომღერალი ძალზე პოპულარული სიმღერების შემსრულებელი ხალბატონი ნინო ძოწენიძე აბა ხალბატონი ობზარდი თეობატონო ობზარდი ახსი ქუთაისელი ეთილი იყო შემიწეხი ამ ბედნიერ ოჯახში და იცოცხლე გაიხარეთ ახლა ვინც თქვენ გიცნობთ იცით რომ არ თქვენ არ გაკლიათ ქუთაისური იუმორი ჩემო იცი ხა ამათთან ამათ ფონზე მე ალბათ ისე არა მე სხვა გაცნობა მინდა გასვეს რამდენი სიმღერა გაქვს დამღერი მართლაც ბევრი გამარჯვება მოპოვებული სხვა სტილის სიმღერები სხვა ტიპის სიმღერები აი შარშან ერთ-ერთი გამარჯვებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მეულასო ჩვევა მაგრამ ის ერთი სალაღობო სიმღერა რო შეთხზა თავისი მელოდიით და თავისი სიტყვებით მარტო თვითონ რო იცის რაზეა ის სიტყვები მაინცა და მაინც ის შინამანაკენა გახდა პოპულარული ხო და იცი რა მანამდე მქონდა მე ერთი სიმღერა და ერთი ინტერვიუ არ მქონია და შინამანაკენას მე 3 დღეში ისეთი ხიტი გახდა მაშინ სტერეო იყო რომ აი ინტერვიუზე მოდიოდა რეკავდნენ და ნუ რა ვქნა თამარ ამ სიმღერამ და ვისაც მოეწონა ვისაც არ მოეწონა ყველა ერთობოდა კი მოაძღავდნენ ახლა ასე თუ ზოგი კარგს ამობდა ზოგი რაგნიჭიერი გოგვა და რა მომღერა ეს უცხო და რა უნდა ამითი რო თქვას და რაღაც მაგრამ ნუ ხო ერთობოდა ხალხი და კარგაწყობაზე არ არის იუმორინაც გამოეხმაურა გახსოვს შენეგამბავი და აი ხო ვაკ საშუალება ერთი ფრაგმენტი ნახოთ ეს ეპიზოდი იუმორინა და უცხოური ჰიტები უკვე მოვისმინეთ. საინტერესო არა აზრისაა თანამედროვე ქართულ ესტრადაზე ცნობილი მწერალი ოტია იოსელიანი. უცხოურს აზნებენ ზერგაცა. მაგრამ ჩვენი ქართული ესტრადა ნამეტარი უბედურ დღეში, რასა რომ ღერიან გადევირია ეგაცი. ამას წინათ ერთი კვასკვასა ქუთაისელი გოგო გამოაცხადნენ მშვენიერი გვარით. ძოწენიძე. გემეხარდა ეგაცა. ვიფიქრე გვასახელებს ხალვაში ვითქვა, არ გადაირიო. დაიწყო სიმღერა უსმინე, ვერაფერი ვერ გევიგე. ვიფიქრე ალბათ ყურს დამაკლდა თქვა. 10 ჯერ მაინც მოусმინე, მაგრამ ერთ სიტყვა ვერ გევიგე, გაცო. ფირზე შევიწერე, აგერ მაქვს მოტანილი. მოგასმენიებთ, ეგება თქვენ გეიგოთ, რაზე მღერის და ლოცვილი, გაცო. რომელი ხარაკანა მაგნიტოფონი. So much better. I need so much better. Hey, 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 much better. Hey, hey, hey.
დაუკარი ტაში რომ გეიგეთ რამე? ვერა ხო, მაგ შეიძლება უკეთესიც იყოს. ჩვენ კოლორიტები ვახსენეთ. ძველი თაობის შესანიშნავი პიროვნებები მოვიგონეთ, სახეობები მოვიგონეთ, მაგრამ აი ეს ახალგაზრდებში გრძელდება ეს ტრადიცია და ძალიან სასიხარულოა. მაგალითად, თავის დროზე გიატაბიძეს შესანიშნავი ჯგუფი ყავდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბისა პიკასოს ბიჭები. აი ამ პიკასოს ბიჭებს ჩვენ იუმორინაში პროფესიულ სცენაზე პირველებმა ჩვენ დაულოცეთ გზა და აი ეს ფრაგმენტი მინდა რომ შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს, სანამ გავაგრძელებდით ჩვენს გადაცემას. საღამო მშვიდობისას ვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ყველას მოგესალმებით, გამარჯობათ. შერმიჯო გამარჯობა არ ეცემე. შეგეუნებ, ხო შე როდამში დალხარ ახლა მე-19 თუ მე-18 რიგე ვერ უყურებ, ახლა გიდა. გამარჯობისას ყველას ჩამევედი, მე ქუთაისიდან და შენ აღუნები, გაგიმარჯოს მე. არ შევამიყვარ, ახლა შენ ვერ გაუთხელ ნახევარფინის ხელს. გამარჯობა, რა გინდა? ბიჭო, დაანებე, თუ კაცი ხარ, თავი მამამისი პარლამენტარია. მართლა? ისი ახლა პრინციპში ამას რას ვერ ჯამისთვის გერ მითქვა, პირადად გამარჯობა, რეგეროზი, ახლა გვერდზე ივან შეხედე. შენ გამარჯობა არ უნდა იყადრო. მე ჩამევედი იმერეთიდან და გამარჯოს არ მეუნები შენ. ახლა შენ იმდენს გიმყავ, ასე შემეყვეწები, ნარტყამზე აღარ დამარტყაო, რა ფერა. ნიკა. შენ მე გაგრა. ნიკა. რა გინდა? ნიკა, მამამისი არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არა, ახლა პრინციპში ეგაციც მართალია ისე. არც ამას მივსალმები ვარ, პირადად ეგერ შეხედე ახლა ბალკონზე როზია. დამაჯექი ვარ, ამ კისერზე და არ მითხარ შენ, გაგიმარჯოს მე. ამ ხელა შენ თავს ახლა ვერ გამომწყებს ხერიდან ვერევი. თუ ამევედი, მაგარა იმდეს გიმყავ, ბრეტელებიანი მაიკა თავზე არ გადმოგედაო, ქვეიდან მოგაცვამე. შენ აფერ არ უნდა მითხარ, გაგიმარჯოს. მე ამ ხელა რა გინდა? მამამისი პროკურორია. მართლა? ხო. მოკლედ თბილისში ყო ვერ ეთქო, ორ სიტყვას ვერევის დედმეც რა იყო შეგაც. ახალგაზრდა, უკაცრავად. ერთი წუთით რა გამარჯობათ. მამა თქვენი სად მუშაობს? მე მამა არ მყავს. მე გამარჯობა არ უნდა. ქუთაისში ყოველთვის ხარობდა გასტროლებზე ჩასვლა ანსამბლ რივერიას და ერთდროულად აქვს გასტროლები ანსამბლ რივერიასა და მარჯანიშვილის თეატრს. მარჯანიშვილის თეატრში გამოდის ბუნებრივია ჩვენ ოფიცერთა სახლში და აქ სასტუმრო ქუთაისის წინ გავარდ და ბატონი გუგური ლაფერაძე ღმერთმა აცხონოს ახოვანი წარმოსადეგად დიდებული მსახიობი პიროვნება თავის მანქანითაა ჩამორძენებული ეს მანქანა ეთყობა აკრძალულ ადგილასაა გაჩერებული ნუ ახლა არ მიუღწევი არავის ყურადღება და რაღაცას გვიყვება და ჩვენ შევჩერები ვართ ვიცინით ყველანი კაი ხასეს და ჩიტიანი ცნობილი გვიულის მილიციონერი გარშემო ახლა საფიქრალი ერთი აქ რომ არ უთხრას რომ აკრძალულ ადგილზეა გაჩერებული ვაია ეტყვის უია დელიკატურად უნდა ეს გააკეთოს თორე ცოტა ხანი იფიქრა და მოადგა უკაცრავად დიდი ბოდიში ბატონო ეს მანქანა თქვენი ხო ვითომ არის თქვენი ხო არ არის კიო ჩემიო მან უთხრა დიდხანს იქნება ბატონო მანქანა გაჩერებულიო ნუ ეს გადაღებაზეა ჩამოსული კიდე ამ გარდა იმისა გასტროლისა ნუ გადათვალა იქნება ერთ სამი კვირა წევედი აბა პრეზენტის მოსატანად ერთი არის ნუ ჭიჭიკია ბიჭიკიას თემა ფაისი ჭიჭიკია ბიჭიკიას ესეც იქიდან წამოსული თემა საიქიოში მოხდნენ ეუბნებიან ახლა ერთმანეთს შენ საიდან მოხდივარ მეო მაცივარში გევიყინეო შენო მე სიცილით გევიგუდეო სიცილით რაფერ გეიგუდეო და საყვარელთან ვეღავე მე დააზარავო გარემო და გაახედა ამქანო არიქა ჩემს ფარი მევიდაო და გამოდი შენ აქ კუთხეში იმალეო და კავარც გააო გარემო ნაგვის ვედრა მიცაო და გეიქეცია ბარემ აქ ჩაცმული ხარო და ნუ გამიშობ მე და რომ გევიდე გაც და გავღები გამევიქეც მე რომ მივედიო სახშიო მივედი ახლა ნუ ხო მახსენდება ისტორია და დავაზარე გარემო და გააო გარემო ჩემაცო და ნაგვის ვედროს მაძლევ წევედი შევარდი სახში აბა ზალაში აბა სმალნაში ლოგინისკო ვეძებ ყველგანო ახლა რომ ნუ მისი თავზე რაც გადახდა ვერაფერი ვერ ვნახეო და დავდექიო შვაზალაში და იმდენი ვიცინეო მოგდი გამოგეღო ბიჭო მასივრის გარები ორივე გადავრჩები ახლა გვიმოსო რომ კიდევ ერთი შესანიშნავი მომღერალი კიდევ ერთი მანდილოსანი ყველასათვის საყვარელი მომღერალი ალბათონი სალომე ბაკურაძე მინდა მოუწიო კიდევ ერთი საამაყო ქუთაისელი მეგვია საამაყო ქუთაისელი აუცილებლად აი დაბზადაგეთ ვერავის გვერდზე შევავადო
როგორ ბრძანდება? მოგეცალმეთ, ნინომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ესე იგი მანდილოსნებსაც არ ეშლებათ იუმორი და შესანიშნავი უზნობა აქვს. მეზობელი მყავს ერთი, რომელიც მუშაობს ტაქსოპარკში. და ნუ იმას ისტორიები მოაქვს, ალბათ ხვდებით როგორი თანამძღოლების ერთმანეთში შელაპარაკება, ნუ ურთიერთობა მგზავრებთან რაღაცები, ძალიან ბევრი ისტორია და ერთ-ერთი გამახსენდა იმისთვის, რომ აქ მოვყვე. ნუ ლამაზი გაპრანჭული ისეთი იმერული ქალბატონი თვალებრიალა აჩერებს მარშრუტკას. გააჩერა მარშრუტკამაც და გამოაღვა ქალბატონმა კარი და არ მოეწონა რაღაცა არ ესიამონა და მიუხურა უცებ კარები არ მინდა წადიო. რაია, გიმარა ქალბატონო, რა არ მოგეწონაო, მძღოლი ეუბნება, რა დაგვიწუნეო და სუკაცები ხართ და არ მინდაო ეს ქალბატონი. მე გიმარა, რაია, მარშრუტკაა თუ აბანო. საჩილაკლა თუგინა გაგიყვანა. ეხლა ეს რა შეგვისრულებ ისიც გითხარით. ეხლა შეგისრულებთ სიმღერას, რომელიც ქუთაისთან და იმერეთთან ზოგადად ძალიან მჭიდრო კავშირშია. კესარია ეს არის იმერული სიმღერა. ჩინებული დამუშავებულია შენს მიერ. კი, თანაც მღერი ქართულ ხმებთან ერთად. მართალია ბიჭების შემოადგენლობა და დიდი ნაწილი რაჭველები არიან და რატო მაინც და მაინც იმერულიო, მაგრამ რა თქმა უნდა დღეს იმერეთის გამოვარ შეკრებილი და ბიჭებმაც არ დამზარდნენ და ესე გვერდით მიდგნენ და რაც თავარი რაჭველობის მიუხედავად არ დააგვიანეს და დროზე მოვიდა. აბა მაშინ გასული ხელი.
დიდი მადლობა სალომონ ბაგურაძისა და ქართულ ხმებს უსურვოთ დიდი წარმატებები და უკანეთაში გავაცილოთ. დიდი მადლობა. აი ახლა ჩემო ზურა ბატონო სეო, ჩემო მე მქონდა ბედნიერება მე მეგობრა და ახლოს ისნობდი სოსო ხარაბაძეს და ჩემს იუმორიაში, გადაცემებში, ისედაც აურებში, აი ხშირად ძალიან მისი ციტირებაც მომიხდენია, არაერთხელ გაგვიხსენებია მისი ხარტულები, მისი საოცარი გამონათქვამები, რომელიც დღემდე ამოუწურავი, მაგრამ რა დატოვა მაინც ამდენი ამ კაცმა, რამდენი მოასწრო და რა ფანტაზია ჰქონდა, რომ აი დღესაც ქართული იუმორი საზრდოობს იმ გამონათქვამებით, რაც ჰქონდა ჩვენს სოსო ხარაბაძეს. ახლა ორი მომენტი მინდა გავიხსენო. ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ მწერლებთან და პოეტებთან. ის იყო ყოველთვის მათი მასპინძელი ქუთაისში და გამოჩენილი მწერლები რაც არ უნდა დონის ყოფილიყვნენ, სოსოს გარეშე სუბტიტრები თამადაც ის იყო და მასპინძელის და ხეარულება ხო თავისთავად. აი ერთი ასეთ სუფრა პოეტები უსხენან სუფრას და კარგად მიდის ყველაფერი, სოციოყვება, ლაღის სუფრა, დიდებული თამადა, ყველაფერი და ეთქვა შეთვრა ერთ-ერთი მისი მეგობარი პოეტი და რომელიღაც ანეკდოტის შემდეგ უთხრა, ოჰ, მაგის ძველია სოსო უთხრა. არც დაფიქრებულა, ძველია, ვეფხისტყაოსანი, მაგრამ შენი ლექსები ჯობია, ვითამო? აი მეორე შემთხვევა ასეთი რომ ახალი ქართველები რო გაჩნდნენ, ნუ ბუნებრივი ახალი ქუთაისლებიც დოლარის გემო გეიგეს ბიჭებმა, უკვე სხვანაირად დაიწყეს ყურება, მათ შორის სოსაც შებედეს სუფრაზე 1-2 წკენა რაღაცა არ შეიმჩნია მეორეჯერ, ახლა უნდა აგზნობინო რომ ასაკშია უკვე და ჩვენ მოვდივართ. აბა ვითომ ვერ გაიგო. ცოტა ხნის მერე ერთ-ერთი შეკითხება. ერთი შეკითხვა მაქვს ვიძიკო შენთან. რომელი გირჩევია შენ დაჭმუნჭნული $100 თუ ტკიცინა $1. ნუ რა თქმა უნდა დაჭმუნჭნული $100. ხო და მაგი ვარ ბიძიკო მე მისთვის გასაგებად აუცდა. მაგი ვარ ბიძიკო. ბატონო ჯემა, აი ეს ახლა რასაც თქვენ ყვებით, იყო ესეთი ქუთაისში ბატონის სოსოს პერიოდში და მის დროში მისი ასე ვთქვათ, დროის კაცი ოთარ მამფორია. ცნობილი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, შესანიშნავი და ბატონო ოთარს აქვს მამფორიზმები. და ერთ-ერთს მოყვებით თუ შეიძლება თქვენ ზნებართით. ოთარი ბიძია, რა ფერი კაცია ისო? ერთზე ეკითხებიან. მაგი ბიჭო, იმ ფერი კაცია, რომ მოგდება ერთ დღეს უნდა გაუკეთო. გასვენება 40 წლის და რომ მეორე დღეს მაგის ხსენება აღარ იყოს. თქვენ ზნებართით. ქუთაისი ახლა ულექსო და უსიმღერო და არ გამოდის სიმღერა იყო და ერთი ლექსი გამახსენდა ბატონი ოთარის პატარა მონაკვეთს ვიტყვი რა. ქუთაისო ხელგაშლილო მასპინძელო მარადა საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადაო. ქუთაისო ნატურის თვალო ეს მზე მარად გფარავდეს ვინც იბერე გაგიხაროს შენებრ გაჭაღარავდეს. აი მე ვფიქრობ ბატონო ჯემა რომ უნდა გავიხსენოთ ის საოცარი სამი ადამიანის ძეგლი საქართველოს წინ კინოთეატრი საქართველოს სამი ოთარის კი მართლა უნიკალური ამბავია გენიალური ამბავია ოთარ მამფორია ოთარ ქორქია და ოთარ სულაბერიძე ნუ ოთარ ქორქია საოცრად კარგი კალათბურთელი მამფორიაზე ვისაუბრეთ თუ როგორი გენიალური კაცი იყო თავისი იუმორი თავისი ყველაფრით და კაცი იყო ოთარ სულაბერიძე რომელსაც ეძახდნენ მეობას რომელსაც ქალაქმა დაუდგა ძეგლი ბატონო ჯემო რა და რატო დაუდგეს ეხლა ხო ბინა აჩუქეს კომუნისტების დროს ამ კაცს აჩუქეს ბინა მეობას და ახალებული ახლა ჩამოდის სახმართველობა თუ რაც იყო მაშინ და ჩამოდის მეოთხე სართული და მეორეზე ვიღაცა შავებიანი ქალი ძაძებს შემოსული შეხვდა და ძლივ-ძლივობით ამოდის და დახმარება ხო არ გინდა დედი რამეო აგაცილებ ვითომ არაო რა დახმარებაო და რატო ტირი ხარ ბაბა რა გჭირსო რა ამ ჭირსო და სახლი არა მაქვს შვილი ეხა მომიკვდაო რაღაცა ისეო და სახლი აჩუკა ბიჭო მისთვის მეოთხეზე სახლი აჩუკა და მეორეზე გააჩუკა კაცო და თელი მისი ცხოვრება თურმე ცხოვრობდა სიდებთან და სიმამთან და თვითონ სახლი აჩუკა ვიღაც უცნობ ადამიანს და ძეგლის დაუდგეს მე და ახლა ეს სახლი ჯობია თუ ის ძეგლი კაცმა არ იცის რა ის ძეგლი გავაგზავნებ კი ბატონო პათოს და თემას და ქუთაისი ახლა იმერეთის გული არის და არა მარტო იუმორით არამედ აი ზუსტად აი ამ ასეთი რაღაც სულიერებით არის ძალიან დიდი ქალაქი და ალბათ მსოფლიოში არის ერთადერთი ქალაქი სადაც ებრაელ კაცს
ფოტოგრაფ, ილო ფოტოგრაფს ძეგლი დაუდგეს. და მე, რა თქმა უნდა და მე ჩვენი საერთო მეგობარი არის მერაბი კვიცარიძე, დიდი კაცი, რომელმაც ეს დაზიანებული იყო ეს ძეგლი და მაგის ხელმძღვანელობით, მაგის თავოსნობით გააკეთა და ეგ არის უნიკალური ამბავი, რომ ფოტოგრაფ კაცს დაუდგენ ძეგლი. ეს ისტორია თუ გახსოვს. ძველი ამბავია რა და ილო ფოტოგრაფი საქვეყნოდ ცნობილი იყო და თან იცი როგორი აპარატი ქონდა რომ აი ესეთი რაღაცა თავზე რომ უნდა გადაიხუროს ხო იცი ესეთი ოთხუთხედი რო იყო დიდი ოთხუთხედი ხო ჩიტი გამოფრინდებას ამბავია და მოვიდნენ ახლა ვიღაცები ილოსთან და ილო არის ბახმელიაზე და ჩაარტყა მე ცოტა და უკვე თვალიც არის პატარა კაცი იყო ახლა ისედაც ისე და ეს ხალხი მოვიდა და ყველა ელოდება ახლა რომ აბა დაჯდა ცოლქმარი არიან მოსულები და ოჯახი პატარა ბავშვები რაღაცა და და ჯეკი და მაგანე და გადაგიდე თან ფოტოს და სულ გადაიფარა ეს გადაიფარა გავიდა 5 წუთი კაცო 7 წუთი გავიდა 10 გავიდა არ მოფრინავ შედი ესენი შვებიან ასაბა კაცო არ მოწონს ეკულა პოზა არაფერი არ ხდება ის ასანათებს ასებს და ნახევარი საათის მერე ხრინმამ გასვაგებო ჩაზინებე გადაფარებული ხოდა სიგნალში და სინემა შემიო ესე ნახევარი საათი პოზებს აკეთებ შეუდარებელი პაროდისტი ჩინებული მსახიობი წინვალე ქუთაისელი წინვალე ქართველი აი თამანა ყველას მასმინძელი უნიჭიერეს კაცი ჩემი გიზო კაკაურიძე იესალმო დაკედა გიზო ჩვენს ფილფას მეგობარი და უსულოთ რომ სულ მოკლე ხანში იმავე შემართებით იმავე ჯანზე და ისევე მოყვასი როგორი ჩვენ გვახსოვს დაბრუნებოდეს იმ თავის საყვარელ სცენას და თავის სამეგობროს აუცილებელია რატომ ჯემა ჩვენ წამოსულები ვართ ქუთაისიდან ასე თუ ისე და ჩვენ თბილისში ვეფერებით და თბილისში ვქნით ყველაფერს და მეც თქვენის ნებართვით მახსენდება შოთანიშნაძის ერთი გენიალური ლექსი და ვიტყვი ამ ლექსს რა კი ბატონო ჩემო საყვარელო ადგილებო ჩემო მოჭიხვინე რიონო როცა დავბერდები სიბერესთან უნდა შენებურად ვიომო შენ ახარ ჩემი ბავშვობის ჯერაც აუხსნელი იგავი შენთან ბედნიერი უფრო მეტიც შენთან უდარდელი ვიყავი ესეთია ჩემი ჩვენ აუცილებლად დაბრუნდები ახლა კი ჩემო მეგობრებო აი ჩვენი გაცემა დასასრულს მივახლოვდა და საფინალოდ მინდა შესანიშნავი ქუთაისური ანსამბლი რომელიც დღეს თბილისში მოღვაწეობს ანსამბლი ბაგრატი მოვიწვიო გელა ბერაძის ხელმძღვანელობით ანსამბლი ბაგრატის სცენაზე შენთან დაიბუდა შენ სალერში დავიღლები ხუჩები გავსავასე მუდამ გოგონებით ხოვილები ხელა გაშლილი აღად გახართავ მომწონე მასმინძელი ადვილია შენი ნახვა დავიწყება არისნელი ადვილია შენი ნახვა დავიწყება არისნელი დაისა ჩემი ერი ჩემი ქვეყნის ლოზავიხა საქართველოს ბედნიერი გემრიელი ქალაქიხა საქართველოს ბედნიერი გემრიელი ქალაქიხა აქ ბაგრატის ხივიელავს ახელათი შუქში ცურავს აქ დავითმა სულ პირველად კლავი გაიმამაცურა სულ მაის
მაგრამ უსურვოთ სიკეთე და ბედნიერება ჩვენს უსაყვარლეს ქუთაისსა და სრულიად საქართველოს გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი, საუკეთესო მკურნალობა.